რატომ არის აფხაზეთი საქართველო? ამ კითხვაზე საპასუხოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსთა ლიგამ კონფერენცია გამართა, სადაც ლიგის წევრებმა მოხსენებები მოამზადეს და აუდიტორიას წარუდგინეს. გამომსვლელთა მოხსენებები შეიცავდა საქართველოს ისტორიული წარსულის გახსენებას უძველესი დროიდან დღემდე, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურებული ისტორიული ფაქტების მეშვეობით მკაფიოდ გაუსვეს ხაზი, რომ აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ჩვენი მიზანი იყო, რომ უძველესი დროიდან დღემდე დაგვედასტურებინა, რომ ეს მიწა, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია იყო ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ჩავედით ისეთ ღრმა, რომელიც არის ქვედა პალეოლითი, დავიწყეთ იქიდან და ამოვედით მე-20 საუკუნის ბოლომდე. ჩვენ განვიხილეთ დეტალურად თითოეული საკითხი და დავადასტურეთ, რომ არსებულ ლოკაციაზე არსებობს მხოლოდ ქართული ელემენტები, ისინი არიან ქართველები, აფხაზს ქვია ქართველი. ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ის, რომ ლიგა ემსახურება აფხაზეთის თემატიკას, რადგან მე თვითონ ვარ აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთისა და აფხაზი ხალხისაგან გადადგმული თითოეული ნაბიჯი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს. ისტორიკოსთა ლიგა ცდილობს, რომ წინ გადადგას ნაბიჯები ამ თემასთან დაკავშირებით. ამის დასტურია ეს ჩვენი კონფერენციები, ასევე პასკეთის უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია და დიდი იმედი მაქვს, რომ დიდ წარმატებებს მივაღწევთ და მხარს დაგვიჭერენ. ჩემი მოხსენება ეხებოდა იმ ფაქტს, იმ მრავალჯერ დადასტურებულ ისტორიულ ფაქტს, რომ აფხაზეთი ყოველთვის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს. ჩვენი მოხსენებები წარმოადგენდა იმას, რომ პატარა ხიდი ჩვენის მხრივ გაავლოთ ჩვენსა და აფხაზებს შორის. აფხაზეთის საკითხი არ მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა ქართველისათვის ძალიან სენსიტიური და მტკივნეული საკითხი არის. მე მინდა აღვნიშნო, რომ მე ვარ იმ გუნდის წევრი, რომლისთვისაც აფხაზეთი ყოველთვის იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. დღევანდელი ღონისძიება ეს არის დასაწყისი იმ დიდი საქმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებით. კონფერენციის ბოლოს აუდიტორიის წევრებს მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმა. მათ განავრცეს კონფერენციის თემატიკა და საქართველოს ისტორიიდან არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენეს. ასევე ისაუბრეს დღეს არსებულ ვითარებაზე და ახალგაზრდების ჩართულობაზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციამ გვიჩვენა, რომ სოხუმის უნივერსიტეტში იზრდებიან ისეთი ახალგაზრდა ისტორიკოსები, რომლებსაც უზომოდ უყვართ საქართველო. ისინი ისტორიას განიხილავენ როგორც ერთიან პროცესს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი, რაც ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა. ჩვენი ერთობლივი ისტორიული წარსული გვაძლევს იმედს, რომ ეს დიდი ისტორიული ტრადიცია გაგრძელდება და აფხაზები და ქართველები კვლავ ერთად იქნებიან.